თბილისის ყველა ხიდზე, რომელიც მტკვარზე გადის, მტკვრის გასწვრივ, ჩვენი მთავარი მდინარის გასწვრივ იქნება ეს ჯაჭვი. მე მგონია, რომ ვისაც სად მოესურვება, იქ უნდა წავიდეს. მე სიმართლე რომ გითხრათ არ მაქვს არჩეული კონკრეტულად, იმიტომ რომ ვიცი რომ თითქმის ყველა ხიდზე იქნებიან ჩემი მეგობრები კინოს ხალხის გარკვეული ნაწილი. ხოლო ხიდებზე? არა, ხიდიდან ჩავა, ქვემოთ, აი ეს ზიგზაგივით იქნება, მდინარეზე ჩავალთ. ჯაჭვად შემოეჭდობა მტკვარს, ასე ვთქვათ. ასე გებია. საიდან სადამდე თავი და ბოლო სად არის? ეს იქნება ვახუშტის ხიდიდან მეტეხის ხიდამდე. ხიდის ჩათვლით. და მთელი ხიბლის არის, ეს ხდება საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში და რაც მთავარია, ფარგლებს გარეთ. ეხლა იქ ესეთ მასშტაბურ ჯაჭვშება ვერ ჩადგნენ, ყველგან არ არის, თქო, ამდენი ადამიანი, მაგრამ ძალიან დიდი სია ქალაქების, სადაც გამოვლენ და ერთობის ჯაჭვში ჩადგებიან და მე ისევ და ისევ ქართული ოცნების სამომრჩევლოს, რომელიც განზრახ არ აწევს ამ ყველაფერს ხელს და უბრალოდ შეიძლება რაღაცაში შიში კონდეს, რაღაცაში შეცდომაში იყოს შეყვანილი, მე ყოველ დღე ვწერდი ვიდეოებს, რომ 29-მდე იქნებ მოიფიქროთ და ერთად დავდგეთ და მე მაინც ხვალ გელოდებით, იმიტომ რომ ჯერა რომ ჩვენ მეკეთ ამ ქვეყანას ერთობის იქით ალტერნატივა არ აქვს და გავერთიანდეთ და მივხვდეთ რომ ერთი გუნდი უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა და არც ერთი პარტიის გვერდზე არ უნდა იყო და არ უნდა გადააყოლო შენი შვილების მომავალი. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში ხალხი და ეს ჯაჭვი არის გამოხატულება, ჯაჭვი ხო რა არის, რგოლების ერთობლიობა და მილიონი რგოლიც რო იყოს შიგნით, ერთი თუ გამოვაკლდა, აღარ არის ჯაჭვი არსობრივად, ანუ თუ ერთიან არსი თუ არის მისი ერთიანობა, ხო? და მოქალაქესაც ასეთი პრინციპი აქვს რა, ანუ მე თუ არ მოქალაქე, მე ვიაზრებ, რომ მე ვარ საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, ისევე როგორც ჯაჭვის ის რგოლი და ეს არის პრაქტიკულად ამ ჯაჭვის სიმბოლური გამოხატულებაც, რომ ჩვენ ზუსტად აი ამ ეს გავიაზრეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში და ვართ ერთიანი საზოგადოება, რომელიც ვიბრძვით სოლიდარობით საერთო მიზნისთვის. ერთი რაღაცა მინდა და უბრალოდ ძალიან ბევრი ვიდეო ვნახე და ანუ სხვა თემას ეხება უბრალოდ მომღერლებს, რომლებიც სადღაც მღერიან, ჟურნალისტები მიდიან, ეკითხებ. მე მგონია, როდესაც ადამიანმა იცი შენი მორალური უპირატესობა, ძალიან სამწუხარო სათქმელია, მაგრამ მე ვგრძნობ ამ მორალურ უპირატესობას. არ მგონია, რომ საჭიროა მიხვიდე იქ რაღაცები კითხო, ვინ ცეკვავს, არ ცეკვავს, ვინ მღერის, არ მღერის. ასე იგი არჩევანი გაკეთებულია თქვენ. ხო და ჩვენ ეს ნაძვისხის ანთების დღეს მე ეს ჩემი დასკვნები რაღაცებზე გამოვიტანე. ამ ადამიანებსაც ახლა ეს ცოტა იმაში გადადის რა, რაც მე არ მომწონს მაგალითად დასკვნა გამოიტანე. და გასაგებია, ან რა საჭიროა იქ ყოველ წამს მისვლა და მომღერალთან ან იმას. მე მგონია რომ მორალურ უპირატესობას როცა გრძნობს ადამიანი, იმან უნდა მორალურად უბრალოდ ძლიერადაც დადგეს. მადლობა დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. ხვალინდელი დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე გველის მე მგონი ისეთი ახალი წელი როგორც არასდროს გქონია ამ ქალაქს და ჩვენს ქვეყანას ალბათ ყველგან გარეთ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და ყველა პატიმარი რომ გამოვა გარეთ, ჩემი ნამდვილი ახალი წელი დაიწყება მაშინ. ხო, იმას კი არ გულისხმობ რომ ახალ წელს აღნიშნავ, გულისხმობ ერთობას, რომელიც იქნება ძალიან მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი. სავარაუდოდ შეიძლება პიკიც იყოს ახალ წელს, იმიტომ რომ მე ახავს ირგვლივ არც ერთი ადამიანი, ვინც არ აპირებს რომ მიდგეს გარეთ ახალ წელს. და ძალიან საინტერესო ამბავი. მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი წელი დგება ჩვენთვის, იმიტომ რომ მარტო ახალი წელი კი არ მოდის, ახალი ეპოქა მოდის რა. ახალი ერა იწყება. ახალი ეპოქა, ხო. ახალი ერა. მეც ჯერა რომ ახალი ერა იწყება და ახალი რაღაცნაირად ძალიან მაგარი 2024 წელი კი ძალიან მძიმე წელი იყო ესე რომ დაფიქრდე, მაგრამ ნამდვილად მადლობელი ვარ იმ ერთობისთვის, რაც ამას არ დაუკარგავ 2024 წელს არასდროს, იმიტომ რომ რასაც მთელი ცხოვრება ეს გააზრებულ ასაკშიასაც ველოდი და მინდოდა რომ დამენახა 24 წელს დავინახე ეს და ეხლა ეს მთავარია რომ შევინარჩუნოთ და პირიქით უფრო გავაღვივოთ. მადლობა. გამოგვივა. მსახიობ ნანკა კალატოშვილს, კინორეჟისორ გიორგი თავართქილაძეს როგორც იყვნენ სტუმრად პოლიტმეტრის სტუდიაში. წარმატება უსურვოთ მათ და კიდევ არაერთხელ ალბათ შევხვდებით აქაც გარეთაც ქუჩაშიც და სულ ვიხართ თქვენს ჩვენს და ასე შემდეგ.